ისტორიები გამძლეობაზე, ემოციური და ცხოვრებისეული გზები UFC Fight Night-ზე. ბაუტისტა ოლივეირას წინააღმდეგ. შერეული ორთაბრძოლების მომდევნო დიდი ღონისძიება UFC Fight Night ბაუტისტა ოლივეირას წინააღმდეგ 2026 წლის 7 თებერვალს ლას-ვეგასში, მეტა აბექსში გაიმართება. ეს ღონისძიება უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ფიზიკური დაპირისპირება. ეს ადამიანური გამოცდილებების კვეთაა. ზოგიერთი მხოლოდ რეიტინგებსა და ტექნიკურ სტატისტიკებს უყურებს, მაგრამ ღონისძიების ნამდვილი მნიშვნელობა მებრძოლების ისტორიაში იმალება. ბევრი ადამიანისთვის, ვინც ამ სპორტს ხშირად არ უყურებს, სწორედ ეს ისტორიებია მთავარი. ისინი გვეხმარებიან გავიგოთ ვინ დგას ოქტაგონზე. მებრძოლები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებიდან მოდიან. ზოგი პაკისტანის ლტოლვილთა ბანაკიდან, ზოგი ბაღდადის საომარი ქუჩებიდან, ნევადის ავტომინების სახელოსნოებიდან და ამერიკის საკალათბურთო მოედნებიდან. ეს ადამიანები საოცარ გამძლეობას იჩენენ. მათი სიძლიერე კი გალიის ფარგლებს სცილდება. ბევრი ადამიანი არ უყურებს UFC Fight Night-ებს, რადგან მებრძოლებს ისე კარგად არ იცნობენ. ჩემი მიზანია ამ შესანიშნავი ადამიანების ისტორიები გაგაცნოთ, რადგან ისინი გალიაში გამოკეტილი უსულო საგნები არ მოგეჩვენოთ. ყველა მათთაგანის უკან მოსიყვარულე ოჯახები არიან, რომლებიც მათ ბრძოლის შემდეგ გულში ჩაიკრავენ. მოდი ჩვენც ცოტათი დავუახლოვდეთ მებრძოლებს და მთავარი ბრძოლით დავიწყოთ. ჩუმი მუშაკი, მარიო ბაუტისტას შრომის გზა. მარიო ალბერტო ბაუტისტა 1993 წლის 1 ივლისს ნევადის პატარა უდაბნოს ქალაქ უინემუკაში დაიბადა. ის სუპერმსუბუქი წონის კატეგორიის მუშათა კლასის სულისკვეთებას წარმოადგენს. მისი ცხოვრების ადრეული წლები დიდებასთან არ ყოფილა დაკავშირებული. ეს იყო ჩუმი, მეთოდური შრომა ავტომინების ხელოსნად. ეს პროფესია მისი პიროვნების ნაწილია. მინების ჩასმას დიდი ყურადღება, მყარი ხელი და მასალის შეგრძნება სჭირდება, რადგან ერთმა პატარა ბზარმაც კი შეიძლება საათების შრომა წყალში ჩაგიყაროს. ბაუტისტამ ეს მოთმინება შერეულ ორთაბრძოლებში გადაიტანა. ჭიდაობა კი 14 წლის ასაკში დაიწყო. ბაუტისტას კარიერა მას შემდეგ შეიცვალა, რაც ნევადიდან არიზონაში გადავიდა და ჯონ კრაუჩის ხელმძღვანელობით დარბაზ The MMA Labs შეუერთდა. თავდაპირველად მას უჭირდა და როგორც თავადამობს სხვებთან შედარებით ფსკერზე იყო. თუმცა მას გააჩნდა მთავარი мотиваცია, რომელსაც თავის გმირს უწოდებს. ეს მისი პატარა ქალიშვილია. ბაუტისტამ ნახევარგანაკვეთზე მუშაობა სრულფასოვანი მებრძოლის კარიერით ჩაანაცვლა, რათა შვილისთვის უსაფრთხო მომავალი შეექმნა. მისი ისტორია განსაკუთრებით ემოციური გახდა შთამბეჭდავი გამარჯვებათა სერიის დროს. მან დაამარცხა ისეთი მაღალი დონის მებრძოლები, როგორებიც არიან რიკი სიმონი, ხოსე ალდო და ბელატორის ყოფილი ჩემპიონი პაჩი მიქსი. ამ უკანასკნელთან გამარჯვებით მან მოგებათა სერია 9-მდე გაზარდა, სანამ წლის ბოლოს უმარ ნურმაგომედოვთან არ დამარცხდა. ახლა ის მთავარ ბრძოლაში ვინისიუს ოლივეირას დაუპირისპირდება. სხარტი მონადირე, ვინისიუს ოლივეირა და ლოკდოგის სული. ვინისიუს ოლივეირა ზედმეტსახელად ლოკდოგ ბაუტისტასგან რადიკალურად განსხვავდება. თუ ბაუტისტამ 7-ია, ოლივეირა სავსეა ენერგიით. მისი ისტორია ბრაზილიის რეგიონალურ ორთაბრძოლებში 2015 წელს იწყება. მისი ზედმეტსახელი და სტილი მის სასოწარკვეთილ აგრესიაზე მიუთითებს. ეს არის ბრაზილიელი მებრძოლების ფსიქოლოგიური წნეხის გამოხატულება, რომლებისთვისაც UFC სიღარიბიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზაა. ოლივეირამ UFC-ში თავი ბერნარდო სოპაის წინააღმდეგ შესრულებული სანახაობრივი მფრინავი მუხლით დაგვამახსოვრა. ეს ილეთი კარგად ხსნის ლოკდოგის პერსონას, მაღალი რისკი და მაღალი ჯილდო. ის ბრძოლების 99%-ს ვადაზე ადრე ასრულებს, რადგან არ სურს ბედი მსაჯებს მიანდოს. ბაუტისტას წინააღმდეგ ის დივიზიონის ახალგაზრდა ვერსიას და მომავლის სიმბოლოს წარმოადგენს. ბაღდადის პრინცი, ამირ ალბაზის გზა დევნილობიდან ელიტამდე. ამირ ალბაზის ისტორია გეოპოლიტიკური გადარჩენის საუკეთესო მაგალითია. ის 1993 წელს ერაყში, ბაღდადში დაიბადა. მისი ბავშვობის ყველაზე მძიმე მომენტი 7 წლის ასაკში დადგა, როდესაც მის ოჯახს შუაღამით მოუწია ქალაქიდან გაქცევა, ძალადობისგან თავის დასაღწევად. ისინი სირიაში გაიქცნენ, სადაც ალბაზი პირველად შეხვდა მამას, რომელიც ჩვილობის შემდეგ არ ენახა. სირიაში 18 თვის გატარების შემდეგ ოჯახი შვედეთში, სტოკჰოლმის უბან ბრენდენში გადავიდა, სადაც ძირითადად იმიგრანტები ცხოვრობდნენ. ალბაზის ინტეგრაცია გაუჭირდა, რაც ქუჩის ჩხუბებსა და ბანდებში გაწევრიანებაში გადაიზარდა. თუმცა ტელევიზორში ნანახმა ძველმა UFC-ს ჩანაწერმა ის გადაარჩინა. სპორტულმა დისციპლინამ მას ენერგიის დახარჯვის სწორი გზა უჩვენა. მეორე დღესვე მან ყველაზე იაფი დარბაზი მოძებნა. მოგვიანებით ლონდონში გადავიდა და სპორტულ მეცნიერებათა ხარისხიც მიიღო. მისი დაბრუნება ოქტაგონზე კიოჯი ჰორიგუჩის წინააღმდეგ ძალიან ემოციურია, რადგან ალბაზიმ სერიოზული სამედიცინო დაბრკოლება გადალახა. 2023 წელს გულის ოპერაცია, 2024-ში ხერხემლის, ხოლო სულ ახლა ხანს მან გაგვიმხილა, რომ 2025 წლის შუა პერიოდში მესამე გასაიდუმლოებული ოპერაციაც დასჭირდა, რის გამოც ტაცურო ტაირასთან ბრძოლა ჩაეშალა. მისთვის ეს ბრძოლა იმ გზის ნაწილია, რომელიც ბაღდადიდან ტაქსით გაქცევით დაიწყო.
მას სურს გახდეს პირველი არაბი UFC-ს ჩემპიონი და ერახში სპორტის განვითარებას შეუწყოს ხელი. მეომარის ტრადიცია, კიოჯი ჰორიგუჩი და კიდ იამამოტოს ხსოვნა. ალბაზის მოწინააღმდეგე კიოჯი ჰორიგუჩია, იაპონური ბუშიდოს ტრადიციების მატარებელი. ჰორიგუჩის ემოციური საყრდენი მისი გარდაცვლილი მენტორი, ლეგენდარული ნორიფუმი კიდ იამამოტოა. ჰორიგუჩი ხედავდა, როგორ ამარცხებდა ტანდაბალი იამამოტო დიდ მეტოქეებს, რამაც დაარწმუნა, რომ ოსტატობა ფიზიკურ ზომაზე ძლიერია. ახლა ის მენტორის მემკვიდრეობას ატარებს. ჰორიგუჩი უნიკალური ჩემპიონია. ის ერთდროულად ფლობდა რიზინის და ბელატორის გამრებს, თუმცა 2019 წელს მუხზე მძიმე ტრავმა, გაწყვეტილი ჯვარედინი იოგები. აიძულა ტიტულები დაეთმო არა ბრძოლაში, არამედ საოპერაციო მაგიდაზე. წლების განმავლობაში რეაბილიტაციის შემდეგ 2025 წლის ბოლოს იგი UFC-ში დაბრუნდა და ტაგირ ულანბეკოვი დაამარცხა. ალბაზის წინააღმდეგ ის არამხოლოდ რეიტინგისთვის, არამედ მისი მასწავლებლის ხსოვნისთვის იბრძვის. მალიადინიო, ჯაილტონ ალმეიდას საოჯახო ნებისყოფა. მძიმე წონაში ჯაილტონ მალიადინიო ალმეიდა გამოდის. მისი ისტორია ოჯახსა და სიღარიბის დაძლევას ეხება. მეტსახელი მალიადინიო მამისგან მემკვიდრეობით მიიღო, რაც ძლიერს ნიშნავს. მამამისი ბრაზილიის ვიცე-ჩემპიონი იყო კრივში. ჯაილტონს ჯერა რომ ბრძოლა მის სისხლშია. მიუხედავად სპორტული გენეტიკისა, მას მძიმე შრომა უწევდა. მუშაობდა დაცვაში და მანქანების მრეცხავად, რათა ვარჯიშების ფული გადაეხადა. 2017 წელს იგი 16 წამში დაანოკაუტეს, მაგრამ დანებების ნაცვლად ამ მარცხმა გონება გაუხსნა. ამის შემდეგ მან ზედიზედ ბევრი ბრძოლა მოიგო. რითიც დაამტკიცა, რომ შრომელებს ოცნებების ახდენა შეუძლიათ. დაღესტანელი გუშაგი, რივზან კუნიევი. რივზან კუნიევი დაღესტანის ელიტურ ჭიდაობის კულტურას წარმოადგენს. PFL-ში წარმატების შემდეგ ის ახლა UFC-შია. დაღესტანელებისგან ყოველთვის მაღალდონესელიან. მისი დებიუტი რამდენჯერმე გადაიდო. თავდაპირველად ის რაიან სპენსუნას შეხვედროდა, თუმცა სპენთან ბრძოლის ჩაშლის შემდეგ საქმეში ჯაილტონ ალმეიდა ჩაერთო. ეს იქნება სტილთა დაპირისპირება. დაღესტანური ტექნიკური ჭიდაობა ბრაზილიური ათლეტიზმის წინააღმდეგ. მუშახელი საშუალო წონაში. ოლექსეიჩუკი ბარიოს წინააღმდეგ. მიხაილ ოლექსეიჩუკი და მარკ ანდრე ბარიო ნამდვილ მუშათა კლასს განასახიერებენ. ოლექსეიჩუკი პოლონეთის ინდუსტრიული რეგიონიდანაა და თავის გუნდს ოჯახად მიიჩნევს. როცა ერთი იბრძვის, ვიბრძვით ყველა. ბარიო კანადელი ვეტერანია, რომელიც სიჯიუტით გამოირჩევა. ორივე მებრძოლი ტკივილი სატანის უნარით და ბოლომდე ბრძოლით არის ცნობილი. ვენესუელური ისტორია. ჟან მაცუმოტო. ჟან მაცუმოტო ბრაზილიის სახელით გამოდის, მაგრამ მისი გული ვენესუელას ეკუთვნის. ვენესუელელი ჯადოქარი, მეტსახელი, რომელიც მენტორმა მამის საპატივცემულოდ შეარქვა. მისმა ოჯახმა ვენესუელური დიქტატურის გამო სახლი დაკარგა და გაქცევა მოუწია. მაცუმოტო იბრძვის იმ ადამიანების სახელით, ვინც სამშობლოდ დატოვა. ბიჭები შამშატოდან, ძმები ბაშარატები. ჯავიდი და ფარიდ ბაშარატების ისტორია საოცარია. ისინი ავღანეთში დაიბადნენ, მაგრამ პაკისტანში, შამშატო სულტოლბილთა ბანაკში გაიზარდნენ, სადაც საკვების და წყლის მუდმივი დეფიციტი იყო. მოგვიანებით ისინი ინგლისში გადავიდნენ. ეს მძიმე წარსული მათ მებრძოლებად ჩამოყალიბებაში დაეხმარა. ჯავიდი მაღალი საბრძოლო ინტელექტით გამოირჩევა. საფრთხის სწრაფად შეფასების უნარი მან ბავშვობაში გადარჩენისთვის ბრძოლაში გამოიმუშავა. დასტინ ჯეიკობი. დასტინ ჯეიკობის ისტორია არდანებების მაგალითია. 2012 წელს ის UFC-დან გაუშვეს. მომდევნო 8 წელი მან კიკბოქსინგს მიუძღვნა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესოც გახდა. 2020 წელს კი UFC-ში დაბრუნდა, რითიც დაამტკიცა, რომ პირველი მარცხი დასასრული არ ყოფილა. კალათბურთიდან ბრძოლამდე ჯულიუს უოლკერის ისტორია. ჯულიუს ჯუს ბოქს უოლკერი თანამედროვე ათლეტს წარმოადგენს. ის კოლეჯის კალათბურთის ვარსკვლავი იყო, თუმცა ბავშვობაში ნიკ დიაზის ყურებამ ბრძოლაში აყვარა. 2026 წლის 7 თებერვლის ბრძოლაში მისი სითამამე იმაში გამოიხატება, რომ UFC-ში სულ რამდენიმე გამოსვლის შემდეგ ისეთი გამოცდილი ვეტერანის წინააღმდეგ იბრძვის, როგორიც დასტინ ჯეიკობია. ღონისძიება ლას-ვეგასში, მეტა ეიფექსში გაიმართება, სადაც მხოლოდ 1000 ადგილია. აქ არ არის ხმაურიანი ბრბო, ამიტომ დარტყმებისა და სუნთქვის ხმაც კი ისმის, რაც ისტორიებს უფრო მკაფიოს ხდის. ეს ღონისძიება გვიწვევს მაყურებლებს, გავხდეთ მებრძოლების ცხოვრების დრამის ნაწილი. თუ გსურს უფრო მეტი მსგავსი ვიდეო, გამოიწერე არხი.